ნევზინოვიევის ღია სასამართლო პროცესი სწორედ იმისთვის გაიმართა, რომ მოსახლეობას ასეთი ცენტრის არსებობა დაეჯერებინა. საბჭოთა პროპაგანდა მოქალაქეებს ყოველდღე ტვინში უჭედავდა, რომ ქვეყანაში მტრები მოქმედებდნენ. ხელისუფლება მასობრივი რეპრესიებისთვის საზოგადოებას იდეოლოგიურად ამზადებდა. 1927 წელს მოქალაქეთა უმეტესობას სწორედ აბსურდული და დაუჯერებელი ბრალდებების საფუძველზე აპატიმრებდნენ. ფეხსაცმლის მკერავმა მუშაობისას მახათი გაზეთში ჩაარჭო და გაზეთში დაბეჭდილ სტალინს უნებურად თვალი გაუხვიდა. ამის შესახებ შინსახკომს იმ მოქალაქემ აცნობა, რომლისთვისაც მკერავი ფეხსაცმელს ამზადებდა. მოხუცს სტალინზე ტერორისტული აქტის მომზადება დააბრალეს და დახვრიტეს. საბჭოთა კავშირში პროპაგანდის მანქანა მთელი სიმძლავრით მუშაობდა. ყოველდღე რადიო ხალხის მტრების სიას და საჩვენებელ სასამართლო პროცესებს გადმოსცემდა. გაზეთის ფურცლები მყვირელა სათაურებით იყო აჭრელებული. ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში ნაკლებად ერკვეოდა და პირადად არც დაპატიმრებულებს იცნობდა, სამთავრობო ინფორმაციას ბრმად იჯერებდა. მას სჯეროდა, რომ ირგვლივ შენიღბული მტრები მოქმედებდნენ. ძლიერი პროპაგანდის ზეგავლენით ეჭვს ნაცნობთა დაპატიმრებაც კი არ იწევდა.